რას ნიშნავს დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიებისათვის? რატომ გახდა საჭირო მარეგულირებელი აუდიტის წესების ამოქმედება და რა შეეხება სემეკის მიერ დამტკიცებული წესები? ამ საკითხებზე გადაცემის სტუმართან სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორთან ლიკა გვაზავასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ლიკა. მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვიდრე დავიწყებდეთ წესებზე საუბარს, პირველ რიგში რომ განმარტოთ რას ნიშნავს მარეგულირებელი აუდიტის წესები, რითი განსხვავდება ის სტანდარტული აუდიტისგან? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი ტარდება უშუალოდ კომისიის მხრიდან ტარიფების დასადგენად. მოგეხსენებათ, კომისია ტარიფებს ადგენს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე უკვე მელიორაციის სექტორში და ამისათვის საჭიროა კანონმდებლობის შესაბამისად დანახარჯების ამსახველი სატარიფო განაკვეთების დაწესება, რომელსაც უზრუნველყოფს დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი. Აი კონკრეტულად რაზე მახვილდება ყურადღება მარეგულირებელი აუდიტის ჩატარების დროს? რა არის ის ძირითადი მოთხოვნები, რასაც სემეკი ითხოვს კომუნალური კომპანიებისაგან? ამ პროცესში განისაზღვრება იმ დანახარჯების ერთობლიობა, რომელიც საჭიროა უშუალოდ კომუნალური მომსახურებისათვის. მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში ხორციელდება მიზანშეწონილი დანახარჯების განსაზღვრა, ასევე იმ არამიზანშეწონილი დანახარჯების იდენტიფიცირება, რომლებიც არ წარმოადგენენ აუცილებელ საჭიროებას რეგულირებული კომპანიებისათვის და ასევე არ არის უშუალოდ დაკავშირებული რეგულირებული საქმიანობის გაწევასთან. გასაგებია და უფრო რო ჩავშალოთ მიზანშეწონილი ხარჯები რა არის ამ შემთხვევაში და არამიზანშეწონილ ხარჯებად რას მიიჩნევს სემეკი? როგორც წესი, სატარიფო მიზნებისათვის მიზანშეწონილ დანახარჯებად მიიჩნევა ყველა ის დანახარჯი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კომუნალურ სერვისს. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო ფონდი, ასევე საკონსულტაციო, ქონების გადასახადი, იჯარის და ნებისმიერი სხვა. ხოლო საჭიროა პროდუქტის მომხმარებლამდე მისაწოდებლად. მისაწოდებლადია. რაც შეეხება ვთქვათ არამიზანშეწონილ ხარჯს? არამიზანშეწონილ დანახარჯად იდენტიფიცირდება ისეთი ტიპის დანახარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული რეგულირებულ საქმიანობასთან. ან მეორეს მხრივ არ წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას. ესეთი შეიძლება იყოს მაგალითისათვის ჯარიმებთან, სანქციებთან დაკავშირებული დანახარჯები, ასევე სასამართლო დავებთან დაკავშირებული დანახარჯები, ქველმოქმედებასთან დაკავშირებული დანახარჯი მიუხედავად მისი პოზიტიური შინაარსისა და აგრეთვე პრივილეგირებულ მომსახურებებთან დაკავშირებული დანახარჯები, მათ შორის პირადი დაცვის მომსახურების სერვისები თანამშრომლებისათვის, კომპანიის მაღალი დონის მენეჯერებისათვის, ასევე მივლინების ფარგლებში ბიზნეს კლასის ფრენის ავიაბილეთების შესყიდვის ხარჯი და სხვა, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება კორექტირებას სატარიფო მიზნებისათვის და განისაზღვრება იმ მიზანშეწონილი ოდენობით, რომელიც გულისხმობს პირობითად ეკონომ-კლასის ბილეთების შესყიდვას და ასე შემდეგ. გასაგებია და მარეგულირებელი კომისიის მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიებმა იციან, ხო, წინასწარ რა ტიპის დანახარჯები უნდა წარმოადგინონ? თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც არამიზნობრივ დანახარჯებთან დაკავშირებით კომპანიას წარმოუდგენია, ასე ვთქვათ, დოკუმენტაცია შესაბამისი? დიახ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თავშივე ინფორმირებულნი არიან ამგვარი დანახარჯების შესახებ, რომელიც შემდგომში არ დაექვემდებარება სატარიფო განგარიშებაში ასახვას, ისინი უფლებამოსილნი არიან გაწიონ დანახარჯები, რომელიც მათ სურს და ამის აკრძალვა არ არსებობს. თუმცა მარეგულირებელი მიზნებისათვის უშუალოდ ტარიფთან კავშირში დანახარჯი, არსებული დანახარჯი და ის ოდენობა, რომელიც დასაბუთდება და მიიჩნევა მიზანშეწონილად, იქნება ასახული საბოლოო განგარიშებაში. კომპანიები ინფორმირებულნი არიან ასევე დანახარჯის წარმოშობისთანავე შეაფასონ ეს დანახარჯი იქნება თუ არა საბოლოო ჯამში მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში მიჩნეული მიზანშეწონილად. თუმცა როგორც უკვე გითხარით, მათ ამისი უფლებამოსილება აქვთ, რომ თვითონ შეაფასონ რა დანახარჯი გაწიონ კომპანიის ფარგლებში და რა არა. თუმცა რა თქმა უნდა მსგავსი ტიპის დანახარჯის გაწევის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ თავიანთი სხვა. რა თქმა უნდა, სხვა დაფინანსების წყაროდან და ამგვარი დანახარჯი რადგან არ ექვემდებარება ტარიფში ასახვას, შესაბამისად მომხმარებელიც არ უზრუნველყოფს ასეთი დანახარჯის დაფინანსებას მის მიერ გადახდილი სატარიფო განაკვეთით.
გასაგებია ლიკა და საინტერესოა როდიდან მიმდინარეობს, ანუ როდის დაიწყო სემეკმა მარეგულირებელი აუდიტის გამოყენება, ასე ვთქვათ, სატარიფო მიზნებისათვის რეგულირებად სექტორებში და ასევე რა პერიოდი ჭირდება ერთ პროცესს მარეგულირებელი აუდიტის შემთხვევაში. კი ბატონო, 2014 წლიდან უკვე ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფების დადგენის ფარგლებში უკვე მარეგულირებელი კომისია იყენებს დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის პრინციპებს. ანუ ეს ახალი არ არის რეგულირებული კომპანიებისათვის და აღნიშნული არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით გრძელდება 180 დღე. იწყება ყოველი რეგულირების პერიოდის ივლისის დასაწყისში და სრულდება წლის ბოლოს. რაც შეეხება პერიოდულობას, მარეგულირებელი აუდიტი კონკრეტულ რეგულირებულ საწარმოებს უტარდება განსხვავებული პერიოდულობით. ეს დამოკიდებული არის კომპანიებისათვის სატარიფო განაკვეთების დაწესების პერიოდზე. გასაგებია, თუმცა გეგმურ მარეგულირებელ აუდიტთან ერთად სემეკი გარკვეული პერიოდულობით ატარებს არაგეგმურ მარეგულირებელ აუდიტს. რა შემთხვევაში დგება ამისი საჭიროება? ეს არის სემეკის გადაწყვეტილება, ეს არის კომპანიის მიმართვის საფუძველზე თუ რა განაპირობებს ხოლმე მსგავსი ტიპის აუდიტის ჩატარებას? მიუხედავად იმისა, რომ კომისია სისტემატურად ახორციელებს გეგმურ დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტს, ასევე მას აქვს უფლებამოსილება არაგეგმურადაც განახორციელოს დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი კონკრეტული საკითხის, კონკრეტული კომპონენტის შესწავლასთან დაკავშირებით. ეს პროცესი შეიძლება ინიცირებული იყოს როგორც კომისიის მხრიდან და ეყრდნობოდეს რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას, მოსაზრებას, გამოწვევას, ასევე შეიძლება ინიცირებული იყოს თავად რეგულირებული კომპანიის მხრიდან, მოითხოვოს კომპანიამ კონკრეტული სახის დანახარჯების შესწავლა არაგეგმურად და ასეთ შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას არაგეგმური აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებით. აი რა უფრო დეტალურად რომ გითხრათ, რა მიზეზია ხოლმე კომპანიის მხრიდან მომართვის შემთხვევაში არაგეგმური აუდიტის დროს? მაგალითისათვის მიმდინარე წელს ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მიმდინარე წელს ჩვენ გქონდა არაგეგმური აუდიტები მსხვილი რეგულირებული საწარმოების სახელმწიფო ფონდის შესწავლასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნებოდა იმ საპროგნოზო დანახარჯების გათვალისწინებას, რომელსაც კომპანიები ითხოვდნენ და მონაწილეობდა სატარიფო განხორციელებაში. ამ მიზნით მარეგულირებელმა კომისიამ გააკეთა პროცესის ინიცირება, რომ ჩატარებულიყო სახელმწიფო ფონდის არაგეგმური აუდიტი და შესწავლა, რამდენად რეალურად რა ხელფასებს გასცემენ კომპანიები, არის თუ არა ზრდის შესაძლებლობა, საჭიროება, აქვს თუ არა გაზრდილი საპროგნოზო დანახარჯები იმის მიხედვით, როგორც ეს სატარიფო განხორციელებაში იყო ასახული და ასე შემდეგ. გასაგებია. ძალიან საინტერესოა ის შედეგები, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ რამოდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, ეს ეხება 4 საწარმოს მარეგულირებელი აუდიტის შედეგს, სადაც ჯამში 21 მილიონ ლარამდე დაიზოგა. კონკრეტულად რომ გითხრათ ამ შედეგების შესახებ და ასევე რის საფუძველზე მოხდა თანხების დაზოგვა? დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი ითვალისწინებს, როგორც უკვე ვთქვით, დანახარჯების კლასიფიკაციას მიზანშეწონილად და არამიზანშეწონილად. ამის ფარგლებში მიმდინარეობდა 6 რეგულირებული საწარმოს მარეგულირებელი აუდიტი ელექტროენერგეტიკის სექტორში, 4 თბოსადგურისა და 2 ჰიდროელექტროსადგურის და მათი ჯამური საოპერაციო და კაპიტალური დანახარჯების შესწავლის შედეგად იდენტიფიცირდა დანახარჯთა კატეგორია, რომელიც ერთის მხრივ არ იყო აუცილებელი საჭიროება რეგულირებული საწარმოსათვის, ასევე მეორის მხრივ საინვესტიციო ნაწილი, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო ამ კონკრეტული სატარიფო განხორციელების ფარგლებში ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით, ან ყოფილიყო მაგალითად დოკუმენტურად დაუდასტურებელი დანახარჯი. ამის შედეგად ჯამში 6 კომპანიის ჭრილში დაიდენტიფიცირდა 21 მილიონამდე დანახარჯი როგორც საოპერაციო და კაპიტალური მიმართულებით, ასევე 9 მილიონამდე შემოსავალი, რომელიც კომპანიამ მიიღო იმ აქტივების არარეგულირებულ საქმიანობაში გამოყენებით, რასაც აფინანსებს მომხმარებელი სატარიფო განაკვეთებით. შესაბამისად, ესეთი ტიპის მიღებული ზედმეტი შემოსავალი იქნა დაკლებული
ჯამურ რეგულირებულ დანახარჯების ბაზას, რომელიც ასევე თავის მხრივ დადებითად აისახება საბოლოო განაკვეთზე. გასაგებია, ძალიან საინტერესო იქნება ამ შედეგების უფრო დეტალურად გაცნობა და თუ აქვს დაინტერესებულ პირს ან თუ არის შესაძლებლობა იმის, რომ უფრო დეტალურად გავეცნოთ დოკუმენტს. ქვეყნდება თუ არა მსგავსი ტიპის შედეგები ხოლმე სემეკის მიერ. დიახ, მოგეხსენებათ, კომისია არის ადმინისტრაციული ორგანო, სადაც ყველა დოკუმენტის მიღება ხდება საჯარო ადმინისტრაციული წესით და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კომისიის საჯარო სხდომებში და გაეცნოს შედეგებს, ასევე დასვას კითხვები, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები და ასე შემდეგ. ამ კონტექსტში კომისიას წარედგინება საბოლოო მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშები, რომელიც მისი მოსმენის და მოწონების შემდგომ იტვირთება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი. გასაგებია ლიკა, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, საკმაოდ ისეთი სპეციფიური, ასე ვთქვათ, მიმართულება მარეგულირებელი აუდიტი და ვფიქრობ, რომ პირებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი კონკრეტული მიმართულებით აუცილებლად დაინტერესებთ შედეგები და გაეცნობიან ისინი სემეკის ვებგვერდზე შესაბამის ინფორმაციას. მადლობა გადაცემაში სტუმრობისა და მონაწილეობისათვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობდით მარეგულირებელი აუდიტის მნიშვნელობაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში.